ეს ლევან ფოჩხუა იყო. თანამდებობის პირები პრემიერსა და სახელმწიფო დანამატებს მალე ახალი რეგულაციების მიხედვით გადაინაწილებენ. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიათა გაცემის საერთო წესის შემუშავების განკარგულება უკვე გასცა. ვინ რამდენს და წელიწადში რამდენჯერ მიიღებს პრემიას? ეს სავარაუდოდ თვის ბოლოს გახდება ცნობილი. საჯარო მოხელეთა სკანდალური სიებიდან პრემიერის ინიციატივამდე. მიშა ფეიქრიშვილის რეპორტაჟი. სასჯელთა სრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიებისა და სკანდალური სიის შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელის ინიციატივით 30 ივნისამდე თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების ერთიანი წესი შემუშავდება. დღეს სპეციალურად დავავალე, რომ ეს საკითხი გამოყონ ამ რეფორმიდან, რომელსაც ქვია საჯარო სამსახურის რეფორმა და კონკრეტულად ივნისის ბოლომდე წარმოადგინონ მათი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრემიერების საკითხი, ხელფასების დანამატის საკითხი, რომ აღარ იყოს რაიმე გაურკვევლობა და მოქალაქეებს აღარ გაუშვათ რაიმე განცდა, რომ ამა თუ იმ უწყებაში არის რაღაც გაუმჭვირვალე სისტემა. ისევე როგორც არც ერთ სხვა მინისტრს, ფინანსთა მინისტრს პრემია არ აუღია და ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვაქვეყნებთ, ამაში არაფერი დასამალი არ არის. ახლა რაც შეეხება ზოგადად სისტემას, მიღებულია დავალება და 31 ივნისამდე ჩამოყალიბდება ახალი ასე ვთქვათ მიმართულებები. მე აკვირ რომ სწორია ძალიან დიდი ოდენობით და არარეალური ოდენობით პრემიერების და დანამატების გაცემა, თუმცა გარკვეული პრემიერების სისტემა და დანამატების სისტემა უნდა არსებობდეს ნამდვილად საჯარო სამსახურში. საპარლამენტო უმცირესობა, რომლის წევრებმა წლების წინ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დაანონსეს და ოპონენტები მის შეუსრულებლობაში წადანაშაულებდნენ, დღეს აღნიშნავენ, რომ პრემიები არარეალურად მაღალია და ის არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს. უმრავლესობაში ყოფილ ხელისუფლებას კვლავ წარსულს ახსენებენ. საზოგადოების მხრიდან ესეთი მძაფრი რეაქცია არის იმაზე, რომ ასეთი უუნარო არაკომპეტენტური მთავრობა, როდესაც ერთადერთი რამით არის დაკავებული, რომ მხოლოდ საკუთარ პრემიერს და ხელფასებს იწერს და ჩვენ ვიცით, რომ 138 მილიონით გაიზარდა ის სახელმწიფო ფონდი, რომელიც იყო 2012 წლამდე, ეს ძალიან მძაფრი რეაქცია საზოგადოებაში. საჯარო სამსახურში თუ არ ექნა ადამიანს ისეთი ანაზღაურება, არავინ არ დარჩება ამ საჯარო სამსახურში, ყველა ეცდება, რომ კერძო სამსახურში მოძებნოს თავისთავი და ბუნებრივია მაღალკვალიფიციური კადრები სწორედ ჭირდება საჯარო სამსახურს. ეს იქნება მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მე მგონი ამაში არაფერი ესეთი განსაკუთრებული. პრემიების გადანაწილების პრინციპი გაუგებარი რჩება არასამთავრობო სექტორისთვის, სადაც ასევე აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა მოხელეების პრემიების ოდენობა არათანაზომიერია. ვითომ და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ჩვენ წლების განმავლობაში არ ქონდა ინფორმაცია, თუ ვინ და ოდენობის პრემიას იღებდა. ამ ეტაპზე გამჭვირვალობის პრობლემა ნაკლებად არის, თუმცა ხედავთ, რომ თვითონ საკითხი არის ნამდვილად აურეგულირებელი, არა თანაზომიერია სხვადასხვა მოხელეებისათვის გადახრილი პრემიების რაოდენობა. პრემიერ-მინისტრის გასული წლის 15 მარტის 53 ბრძანების საფუძველზე თითოეულ მინისტრს საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდათ ყოველთვიური სახელმწიფო დანამატი 4335 ლარის ოდენობით. აღნიშნული ბრძანების შემდეგ საზოგადოებას განემარტა, რომ მინისტრების პრემიების ყოველთვიური პრაქტიკა გაუქმდებოდა და მათი შემოსავალი განისაზღვრებოდა თანამდებობრივი სარგოთი და ხსენებული დანამატით. ეს ყველაფერი კი თვეში ჯამში 7865 ლარია.